უშავს კოკა, არა უშავს. დავიწყეთ ვიდეო, დავიწყეთ. ობიესმა მეგონა გაქრაშა ხალხო და გამოქრაშა რა მაქამდე ბიჭები ჭორავდნენ ბოდიში. ხვალ დაიდება დღეს გამარჯობათ. უი, მართლა სულ დამოვიწყდა. ანუ დღისით რომ მოგესალმეთ პირველ საათზე რომელი ვიდეოს დაიდო, მე აღარ მოგესალმეთ ამ ვიდეოში, მაგრამ ამას ხოსხებიც ნახავენ და არ ეგონოთ რომ მე უზრდელი ვარ რატო. ეგონოთ რომ უზრდელი არ ვარ. გამარჯობათ, როგორ ხართ? დაალაიქეთ ვიდეო არხი გამოიწერეთ და ხალხო შაბათ კვირას დაიდება ხოლმე უფრო, მაგრამ მაქამდე ჩვეულებრივ შეიძლება დაიდოს. ასე რომ დაელოდეთ ვიდეოებს დაიდოს. Close much. Давай. This is Tsereteli Street. I know this arca. ვერ მიცა ნიგლობუს. აუ, რა სასაფლაოს მოჩვენებას ავი დამადექით. საქმე მაქვს შენთან. სახში ავიდეთ, არა ჯობია სამე წავიდეთ, რა სახში ვინმე არ დაგვადგეს. ემალები ვინმეს? ძაღლებს კაროჩით აქოქე რა. და საწავიდე? ყვართანა ჩვენ ადგილზე. სკოლის დროს რომ საქმეებს ვარჩევდით ხოლმე? Хорошо. გეხვეწები გარეთ რა სიგნალია შეხედეთ გზაზე. დაჟე ეს კამერების განათებული. დედას გეფიცები ეს ხა გადასაღები რო გადაიყო მაგრამ შეხედე ბიჭო. შემი რა ხდება უყურე ბიჭო. ვართან შევიდეთ ეს რა ადგილია და ვერც მოვიცი. so ясნია. მაქსიმუმი იყო აქ მარჯვნივ მაქსიმუმის გადმოსწროვა არიან. ჩასასვლელი რო არის დაბლ. აგარ შარში გავეხვე. დაჟე არიფი არიზავდა მაგას. რა არის ეგეთი? ასტავკა გამიკეთეს მაგ ჩათლახებმა. დროზე უნდა დავითესო, ფული მჭირდება. $200 მე გაგიჩალიჩებ ძმა. მეტი არ შემილია ხო იცი? ვასიბა გლუბუს, მაგრამ $200 რას მეყოფა? შენო ტიპებთან მე მიყვანე, მაგრამ ჩემი ვალი აქვს. ვისათო? ეგაძი შტაბს? რავი, ეხა ეგაძეა თუ მეგაძე? ტრანსფორმატორის ფულით მოსაცემი აქვს 1500. ნუ, ჩაწვავ რა, რასაკეთებ? მაგას მოგცემენ. კვირდები. კარგია, მაგრამ ცოტა არ მეყოფა. ვაფშე ეგენი დამასტები არიან, ფული საიდან აქვს? აბა მაგას მე ვინ მეტყვის? აროჩე რა, ეხლა მე სუსირზე მყიდია, ეგენი ვინ არიან? ეთრამეს ხსოვ რა, შენ მე გამიგე? აფშიაკი ვის ხელშია და ფულის ადდევს. ხალდუნ. ძმა ხარ ჩემი. მაგრამ მაგას ვერ ვიზა. რა? უარს მეუნებიდ? იცი მე წუწუნი არ მიყვარს, ნო. რო გითხარი მენძრევა, значит სხვა გზა არ ამოქვს, რა. მაგახრების გამო მიყიდებსო. კალდუნ. როცა მე მიჭირდა. მაგ ხალხმა მაგარი ატმას გამოიწა. ეგენი რო არ ყოფილიყვნენ, ზურა ეხა ციხეში იქნებოდა. გეკითხები, როგორ გაუკეთო ეხლა იმათის, რასაც შენ მეუნები. რა დააკლდებათ, მაგ გაღორებულ ნაბოზრებს, მაგ ფაშისტებს, თო? რაც ბერკასაში თავის დროზე ფული იდოს, უმაგათმა წაიღეს, ხო?
იქ მამაჩემი 7000 იდო. იქ დედაშენის რაღაცა. იქ კიდე ცხონებული სკლინტას ბაბუის რაღაც. დაგვაწერეს როგორც ლოხებს, გოიმებს და სირებს. არა? მოიცა სკლინტას რა მოუვიდათო? ეთქვი. რომ დაგრემიტობენ აქ მერსედესები და პაჯეროები და რაღაცეები, რომ ბინები აიშენეს, საძაღლეთი იყიდეს, პარტიებში მოეწყნენ, ეხლა კიდე მთავრობაში უნდა შეძრომა, ნო? და შენ კიდე მაგ ნაბოზრებს ტრაქზე ხელს აფარებთო? მე იმას ხوار გეუბნები, ბაითი გავიტანოთ მეთქი. მე გეუბნები პარტიინი აფშიაკი დაუბომბობთ მეთქი, რა. პარტიინი დროზე ფული არ უშოვე და არ მოვწდი. ხوار დაუწია. ან გამტისკავენ? ესე ჯობია. ან და სკლინტასავით გამიხვრეტენ ბაშკას. დაე? გამოგებინეს სკლინტა რა დაბრიდესთო? ო, ჩემ თვალწინ. ვინატო? ვინა და ძაღლებმა. რო შემოწვივდნენ, სკლინტამ შიშისგან სროლა ატეხა, რა. და შემთხვევით კოტიკას გაარქვა. მერე ამათ მატვეტის როლით აიღეს და ჩაბრიდეს და მე რამე უნდა მეკრა, ტისაკი მედო მარტო ავდექი და მოტყდი რა გავიქეცი. ერა იმ ზაღლის სახე კი მახსოვს, შემხდება სადმე მაგის ბოზი. მოიცა, სახში შემოგიცვიდნენ? არა. მაგარი წომნი აბავია. ეხა ისეთ რამეს გეუბნები, ამას ნამილიონი არ ვიტყოდი, ესეთ პალაჟენიაში რო არ ვიყო რა. მოკლედ სკლინტა მოდის ეგეთი ნაკოლით. რა ჟურნალისტს დიდი ფული გადაუხადეს, ეს ფული სახში უდგეს. მერე საღამოს ვიღაცასთან საწერაოდ მიდის და ჩვენ ორნი შევდივართ. ეს მიხვდა ეხლა რა ბაზარიც არის. შედიხართ, ფულს ეძებთ, ის გოგო 15 წუთში სახში ბრუნდება. არა? შენ ეგ საიდან იცი? ბიჭო, 2 დღის წინ ძაღლები დამადგნენ და მაკლელობას მემტემიგნენდო. კიდე კაი მაკა იქ იყო და უთხრა იმ ღამით ჩემთან დარჩაო. შენ მოკარდი? სკლინტამ ჩაკუჭით. ბოზი ვიყო, პაცდავკა გამიკეთე. ის ჩათლაშკად 15 წუთში მობრუნდა, ფული იქ არიდო. ვიღაცას მაგის დაბრედვა უნდა და ჩემი ხელით. მაგარი მოზგი. რა ხდება ესე? სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე მაგ ჟურნალისტკამ რაღაცები დაწერა ჩემზე. ამათ ხომ მეტი ტვინი არ აქვს თავში. პირდაპირ მე მომატა. იცოდე არც ეგრე ადვილად არის საქმე. მოკლედ სკლინტამ კოტიკა ამომითრია სახში. კოტიკა რა უბნელია ჩვენ. და იმას ვათქმევინე, ვინ მისცა ნაკოლი. მე იმ პიჟონს დავადეგით, სტროიკაზე ჩავათრიეთ და კოტიკა დავაყენეთ პირზე. მეთქი შეახვარო შენა. ლოჟნი ნაკოლს რატომ აძლევ მეთქი? ცნობით მე არ მეცნო. საქმე ჩემთან არ გაგიკეთებია. მე პოცდავკაზრაზე მიკეთებ მეთქი შეპიდარასო. მე ავიღე იარაღის სკლინტას მივეცი. მეთქი ახლა ამას ჩამოვათლი ხორცებს რა და ისე ვათქმევინე. და დაკრას არ შემოწვიდნენ თო. და ვინ არის იცი? ვიციო, კოკა ერთი მახალდიანი ასნია ძაღლებთან არის შეკრული რა ასიანი. მოიცა. კოკა მახალდიანი არ გეშლება? არა, ეგ არის რა მაყაშვილზე ცხოვრობს რა. შენ რა იცნო? და მოიცა ამ კოტიკას ნახდათ მაგან მეცა შორინაც ბიზნეს ნაკოლი. ხო, რა იყო რო? დაიღო ბიჭო, შენ გეკითხები. მე მგონი ის დროა მეც ვითესებოდი. რა? არაფერი. გალდუნ. შენ ეხა სადმე ჩაწექი რა? არ გამოჩნდა. ამასობაში მე ვეცები რაღაცეები გავიგე. ცოტა ფულიც ვიშოვე. მობილურზე მარტო ჩემს აშუპას. რა, ძაღლების პონტია? ჯერ არ ვიცი. არა ვეცები. გავიგე. შენი ბაზარი რაღაც არ მომწონს, ხო იცი? არც ის მომეწონა ქალის დაბრედვის ამბავი რო ისოდი და სხვათა შორის შენი პირველი მოსვლაც არ მევასა რა. შენ, ბიჭო, ხო არ გაგირეკე? რევს ლაპარაკი? მე გამირეკია, შე შაკალო, შენა.
ზაღლებთან რომ დაეთრევი და ვითომ არაფერი რომ დაგულაობა თავისუფლად. აი მახალდიანსაც იმ ნასეთკაცაც კარგად იცნობ. კაროჩე რა. ეგრე არა? და კიდე გინდა რომ შენ დარეკელზარებს უპასუხო არა რატო? სტრელზე ზაღლები დამახვედრო და ჩამაბარო არა? ეხლა გამოგწორი ყველა გისური მანქალია და შაკალო შენა. ყავდო რაშებიტო? ის მახალდიანი ეგაცის კაცია გესმის? მე ის რასაც შენ ამბობ თუ სიმართლეა? კაცდამკას მარტო შენ კი არ გიკეთებ. აბა კიდე ვის? მე ილობა მაცაშვილს კოდემესხის მთელ შტაბს. იცოდე შენი არ მჯერა. რამე რომ მოხდეს და მიქარო საფლავიდან ამოგთხრი შეახვარ შენა. აი ჩემი მობილური. ეთონ დაგირეკა. ეს რა რიკაშეტია დედას მიწევარ. აბნარი. ლამის მარტო თავი გადააგდო მტკვარში. თქვენი დიდი მადლობელი ვარ ბატონო ვიზირა. თქვენ რომ არა ნამდვილად მოგლა. ცოტა წაიძაბა. ისე მე რა არ მესმის ისე. რა ხდება ქვეყანაში? შეიძლება უდანაშაულო ადამიანები მოიტაცოს სადღაც ტურტლიან სარდაფში ჩააგდო და არა ადამიანურად აწამო. კლავაშკასურად მართლა არ გესმის? რატომ უნდა მესმოდეს? აბა მოყევი როგორი? თავიდან დავიწყო. აბა ბოლოდან მე ვიცი და. ესე იგი კიბეზე ავედი. მესამე სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ ლიფტით არ ვსარგებლობ. ხო, გასაღებით გავაღე კარები. შევედი და აი ეს არის რომ შუქი უნდა ავანთო და უცებ იარაღს მადებს ვიღაც კეფას. და არ გაინძრე მეუნა. ესე იგი, მოიცემ, კარები დაკეტილი, ხო? დიახ. მე გავაღე. და კარების გაღება ხო არ გაგჭირვებია? არა, ჩვეულებრივად. არა. შეიძლება სხვა ადგილიდან შემოსულიყო ვინმე, აი მაგალითად ფანჯრიდან. არა, ეგ გამორიცხული. ესე იგი, შენ ამბობ, რომ იმინა კარებიდან შემოვიდნენ. გააღეს და მე შიგნიდან დაკეტეს, ეგრეა? დიახ. აი, მე ამათმა ხო, ანუ ამდენი დაკითხვა რა თქმა, ამათმა ხო მოისმინეს იქ ბაზარი, რომ ის კალდუნა ეუბნებოდა, რომ ნაკოლი მომეციო და ამან დააბრედინაო და კაროჩე, ხო მოისმინეს. აინტერესებთ რამეს მოიტყუებობე. მე მომადო იარაღი კეფაზე და მეუბნება არ გაინძრე. ხო, უშინდელეს მე ისე დაბნეული ვარ, რას ვლაპარაკობ, რას ვაკეთებ ასე არა ვარ. ხო და მეორეც იყო ის იმან ფანარი მომანათა და შემიყვანეს სასტუმრო ოთახში. სკამზე დამშვეს და ის იარაღიანი მეუბნება, რომ შენ გაქვს ჩვენი ვალი $4000 და მაიტან. მე ვთქვი რა ვალი, ეს ვალი პირველად ხედავთ. ვითომ მივაწექი რა ჩემ ჭკუაში. ხო და ჩამარტყა ეს იარაღი კეფაში, აზე მოვედი, როცა უკვე კიბეებზე მიმათრევდნენ. ხო და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერ ვეწინააღმდეგები, იარაღი მოდებული მაქვს. ხო და ჩამიყვანეს ჩემივე მანქანაში ჩამსვეს. გასაღები როდის ამომაცალეს რაღაც ეგ არ მახსოვს. და წამიყვანეს. აი ნანგრევებში რომ მივედით, იქ უკვე ვიღაცა ჩემნაირი ტიპი მიყვანილი ყავდა. იმას რომ შევხედე, როგორი ნაწამები იყო. გული გამიშთა, ვიფიქრებსო. ეხლა მომისმინე, ეგ ყაჩაღები ვინმე იცანი? არა. არავინ. აი შენ თვითონ როგორ ფიქრობ? რა მანდა მან შენ მოგადგენენ? რატო შენ შემოგიცვიდა? რა უნდა დადგას? ალბათ გაძარცვის მიზნით, აბა რა. არ მესმის. არ მესმის. ბლა, თუ გაძარცვა უნდა და ბინაში იყვნენ, სად მიგათრებდნენ? ფული ქონდა? არა, საერთოდ. ბიჭო, აბა რატო შემოვიდნენ? მაგას რატო? არ ვიცი, ეთქობა სხვაგან ქონდათ ნაკოლი მიცემული, შეეშალათ და ჩემთან შემოძვდნენ, აბა რა ვიცი. ხარაშო. მერე
ის იყო რომ უნდა ვეწამებინეთ ალბათ. რა ვიცი და ამ დროს თქვენს შემოცვივდით და გადამარჩინეთ რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით და თუ გცალიათ წავიდეთ ახლა და მაგარიჭი ჩემზე იყო. ანუ არა. სულში ნიჟარაძე. გესმი? წავიდე. ანა ჯერ დეტალები დავაზუსტოთ და მერე წავიდეთ. გესმის? მომისმინე, უყურე ახლა. აი ყაჩაღები გასაღებით აღებენ ბინას. შიგ შედიან და შიგნიდან კეთავენ. ესე იგი ნახდი პროფესიონალები არიან. სწორია? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეხლა შენ გესმის რომ მაგ პროფესიონალებს იაღლეში მოუვიდეთ. ჯერთი სხვა ბინაში უნდა შესულიყვნენ და სხვაგან შეეცვლნენ. მერე პატრონს მოგიდეს ხელი და სადღაც ნანგრევში მიათრევენ რაფე საწამებლად? ეგრე არა მო? დიახ. ეხლა შენ მაგ ვერსიების თვითონ გჯერა? რატო არ უნდა მჯეროდეს? კი ბატონო, ჩემთან თავისუფალი ხარ. მაგრამ გამომძიებლისთვის უფრო დამაჯერებელი ვერსია უნდა მოიფიქრო. ესე იგი თავისუფალი ხარ. ერთი თუთით. აი ამას გაეცანით და ხელი მოაწერეთ. ოპა, ეს ისა ვისაც დაარეკინეს, ხა? მით ამ ქალმა დაურეკა, წყალი ჩამოდისო. საბრძოლით. გამეჯობა. ეს ამ ქალბატონის საქმეა. ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილებიდან მოვიტანე. დალი უკლება. თვალსაძი 04 ბიზნესად მობილური. ჩემია. მერე 23 აგვისტოს საღამოს 10 საათიდან 11 საათამდე. მაგ მობილურით ვის დაურეკეთ? უბრალოდ. რანაირად უნდა მახსოვდეს ვის დაურეკე? რანაირად და მშვენივრად. თქვენ თვითონ თუ გახსოვთ მაგ დღეს ვის დაურეკეთ? სიმართლე გითხრა არ მახსოვს, მაგრამ მე არ უნდა მახსოვდეს. და თქვენ უნდა გახსოვთ. რატო? იმიტომ რომ 23 აგვისტოს დაახლოებით 11-ის ნახევარზე. აი შენ ამ გოგოს დაურეკე. და 15 წუთში მოკლეს. რა საშინელებას მაჩვენებთ? ვინ არის? ძალიან კარგად იცი ვინც არის. არა, არ ვიცი. აბა რატო დაურეკე? ხო. ელ გავკიშტე. 11-ის ნახევარზე. ბიჭო, მე კი მოკლეს. რა ნიჭიერი, აი რა მაგარია რა. რა მაგრად აი გეგოლება რაღაც ნამდვილი ამბავს უყურებ, ხო? აი ძალიან მაგრად თამაშობს, ძალიან ველგანი თამაშობდა. ველგანი თამაშობდა. უნდა გაიხსენო. თორე ეხლა ქათამაზე ჩავადაბლა. იშოვის ორკას. და ის ორკასი პირზე დაგადგება. რომ ნარკოტიკები შენგან შეისყიდეს. მოგწონს? თქვენგან სხვას რას უნდა ელოდეს ადამიანი? კაცო, უკლება. მომისმინე? არ ხსენე რაღაცა. ამისანა ხანი უმაღლესი განათლებით. და ნარკომანკა? გვარი გაგეცა. ერთადერთ ჩვილზე დედობის უფლება ჩამოგავდეს. მიზიხარ აქ და მეპლატავები. არ ვიცნობ ამ საწოდავს და რა ვქნა? 23 აგვისტოს სად იყავი? 23 აგვისტოს. რა დღე იყო 23 აგვისტო? სამშაბათი. სამშაბათი. სამშაბათს ჩემს მეგობრებთან ერთად ბარში ვიყავი. მეც გამახსენდა. ვიღა ძალიან სიმპათიური ბიჭი მოვიდა და დამარეკინე მთხოვა. მე აი ამას რა ქვია? შორენა. შორენასთან დამარეკინა. რაო და ჩემი შეყვარებული არისო. მინდა გავაშაყირო და შენ დაელაპარაკეო. მობილურის თვითონ აკრიფა. რა უთხარიო? უთხარიო ვითომ მისი მეზობელი ხარ და მისგან წყალი ჩამოგივიდა და სასტრაფოდ შინ მივიდესო. როგორი ბიჭი იყო? მაღალი, გამხდარი, ძალიან სიმპათიური. ალბათ 32-33 წლის იქნებოდა. გადავაზე.
გოგა მახალდიას შეახვედრე? კი, ახლა შეხვდნენ ერთმანეთს დერეფანში. ეხო არ იყო? არა. არა, გეფიცებით არა. რომ ნახო იცნობ? ალბათ ვიცნობ. და რაც შეეხება იმას, რომ მე ნარკომანი ვარ და დედობის უფლება ჩამომართვეს, ეს ჩემი ტრაგედია. და ძალიან გთხოვთ, ნუ დამცინებთ. არ დამცინი ეს. ვინ დასცინა? მე არ დამიცინია. კოკა, შენ დასცინე? არა ძმაო, ხმარაო მიღია. გიო, შენ დასცინე? გიოს ვაფშე ძინავს, ბრატ. ნიკუშას ძინავს. ვაფშე რა ვიზარ დაუცინიათ. რატო ამბობს ეს? არც მიფიქრი. არ ვიცი. ხლა უბრალოდ მეცოდები. ეს უმნის ბოლოა და ზემინდა რომ ველოსია, ძმაო. წესიერი ცხოვრება დაიწყო. ეს უბანია, კალდუ. რა გინდა, დაიწყე წესიერი ცხოვრება და აი კაცურად გეუნები. პირველი გვერდში დამდგომი მე ვიქნები. მე მგონი შეყვარებული იშოვა. ლავერსი არის არ მე მგონი. სოი კაცი. დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. დაბრძანდით. მადლობთ. ყავა, ჩაი. არა. მე ბატონო სოსო გამოსამშვიდობებლად მოვედი. საით აპირებთ? მოსკოვში. ისედაც საკმაო ხანი დავყავი აქ. მოიცა, როგორ მოსკოვში? მე ჩვენ რას გვიპირებთ? თქვენ რა? საქმე შენი რა დაეწყო? ასახელებელი არაფერი გაქვთ. პირველი თანხა უკვე დაჭდა თქვენ სანგარისზე. თუ არაფერმა შეგიშალათ ხელი, წავა აწი საქმე რიხინით. და თუ შეგიშალა? თუ შეგიშალათ, გიგა აქ არ არის. გიგა ამ საქმეში ჩემი მოადგილეა. თუ რამე პრობლემები შეგექმნებათ, გიგას მიმართოთ. თუ ვერ გადაწყვეტს, მე დამირეკავს, რა გიგა? რა თქმა უნდა. არა, გიგასაც წინააღმდეგო რა მაქვს, მაგრამ მე მაინც მერჩივნა ერთხანს კიდევ ყოფილიყავი თბილისში. ბატონო სოსო, ხო ვიცით ბიზნესის ამბავი, ისედაც უამრავი დრო დავკარგე, იმდენი საქმე დამეგროვდა, რა ვქნა არ ვიცი. მაგრამ რაც თავარია, შვილიშვილები მომენატრენ კაც. ხოლო საღამოს მირეკავენ, საადახარ ბაბუ მოგვენატრე. რამდენი ყავ? 5. რას მელაპარაკებთ? აბა. ბიჭები თუ გოგოები? 3 ბიჭი და 2 გოგო. კარგია. მე 3 და 3-ვე ბიჭი. უფროსი სტუდენტია. მიუხედავად სწავლობს. ამხელა? მაშ? არა, ჩემები ჯერ სკოლაში სწავლობენ, თუმცა რა, უფროსი გაისა დამთავრებს და მოგზანდეთ. კოკა, მოდი. გამარჯობა ბატონგერ. დაჯიკი, შენთან საქმე მაქვს. სადაპირებ ჩაბარებას. რამდენად? შვილიშვილზე გეკითხებით. რა იცი, არის ცით მაგათი ამბავი. არტისტობა უნდა, მაგრამ არ ამგონია რამე მონაცემი კონდეს. ალბათ მაინც იურიდიულზე ან ეკონომიურზე. ლონდონში ახლობელი მყავს. ჩავა, პატრონი მაინც ეყოლება და მე ვნახოთ. თქვენ გიგა? მე შვილიშვილები არ მყავს. შვილი? არ შვილი და თქვენ წარმოვიდგინეთ არც ძოლი. უკვე დრო. თუ კი მოყვანას დააპირებს, შეპირებულია რომ მეჯვარე მე უნდა ვიყო, ხა გიგა? პირობა. აბა ის ლამაზი გოგო ვინ იყო ფოთის სპორტში? რომელი? აი გეიმის გასვლას რო ელოდებოდით. ეს ისე ნაცნობია. გასაგებია. აბა დაგემშვიდობებით. თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ბატონო სოსო და არა მარტო გომელაური რა მაგარი. საქართველოსაც. ალბათ ამ იმედს არ გაგვიცრუებთ. ყველანაირად ვეცდებით ბატონო ომგერ. კარგად მზადდებოდით. კეთილი მგზავრობა. ბატონი უჩაზე რა გემომიკითხეთ. აუცილებლად. მომიყევი ერთი რა მოხდა, რა შეგემთხვა? არაფერი, გვიან გამით მივედი სახლში. კარები რო გავაყენე, ისა შუქი უნდა ავანთო და უცებ იარაღს მანდებს ვიღაცა და არ გაიძრეთ ორი მოკლავთ. ორნი იყვნენ. მე უთხარ თავი დავიფიქრე, მეთქი მაყაჩაღებენ. უთხარი ყველაფერი წაიღეთ, ოღონდ არ მომკლავთ. თურმე ამაც ვარ ამეაინტერესეთ. მეუბნება რომ შენ ნაკოლი რომ მოგვეციო, თურმე ლოჟნი ნაკოლი იყო, ფული იქ არის.
ვერ ვნახეთ. ხო და მე ვთქვი რა ნაკოლე ის ნაკოლე. ეს კალდუნა მაწვება ძაღლი ხარ. მაცდავ გამიკეთეო რომ ჩემი ხელით გინდოდა ის გოგო მოგეკლდა. მერე? არაფერი მე ბოლომდე ათკაზზე გავედი. მაგრამ ამათ მე გასაღები წამართვე და ჩემივე მანქანით რაღაც რუშობებში მიმიყვანეს. მე იქ იმ ბიჭს დამაპირისპირეს წერეთელს. რომელიც მოკლეს არა? ხო, ეს პოლიციელები რო შემოცვიდნენ არა მეორე პატარებს რო დაატეხა და ამას მოარტყა შემთხვევით. მერე? რა კიდე კაი თორე მე მაგარი გაჭედილი ვიყავი. აბარა? იქ გინდა თუ არა შენ მომეცი ნაკოლეო. იქ დამადგა პირზე და მე რას იზამდა. მოიცადე შენ ვერ ამიხსნი აი პოლიციელებს რა უნდათ იქ. საიდან გაიგეს? ხოჭა აზე არა. თანაც თაბაგარს. ხო. ხო თაბაგარიო? ე თაბაგარიო. მე დამკითხა მაგრამ. ახლა კარგად გაიხსენეთ და მაგ დაკითხვის შესახებ მეამბე ყველაფერი. არაფერი მეორე დილით დამიბარეს პოლიციაში და იქ დამკითხა მე როგორ თაბაგარმა. რა? რავიც დაწვრილებით გამომკითხა რომ ვინ იყვნენ რა უნდათ. ის გოგო კიდე ხო არ ხსენებია? არა. ო კარგი. მერე შენ რა უპასუხე? რა უნდა მიპასუხა? არ ვიცნობ. აზე არა ვარ ვინ იყვნენ მეთქი. რა უნდათ თუ? მე ვთხარი რა უნდათ ფული უნდათ მაპაჩაღებდნენ თქო და ფული რო ვერ ნახეს მე საწამებლად წამეყვანეს. ხო და იმ ბიჭზე მკითხა წერეთელზე. იმას ხო არ იცნობ. მე ვთხარი არა. ალბათ იმასაც ფულს აწერდნენ მეთქი. მოკლედ მაგრა ურეგზაგვალი. ვისა? თაბაგარს? შემოგარგო, შენ რო იცოდე რა ჩათვახთანა გაქვს საქმე, ეგრე არხინათ არ ილაპარაკებდი. რა იცნობ? ვიცნობ. როგორ არ ვიცნობ? ხო ნუ ჩათლახია თუ ვიცარი, ჩემგან ვერაფერი წაიღონა. ეგ სულ მალე გამოჩნდება. კარგი. თავისუფალი ხარ. აი წავედი მაშინ. მოიცა. მობილურის ნომერი ხო არ გამგიცვლია? არა, იგივე. Хорошо, давай. Ордерский сериал, именно легенда сериала. ხომაძის ბინა? ზვიადი მინდოდა. ზვიად? სოსოვა. ხვალ შტაბში შემომიარე. საქმე მაქვს შენთან. მე დღეს მეორე ნახევარში ვიქნები. გელოდები. რომელი საათია? დაიძინე ჯერ ადრეა. იასაკეთე. ვეწევი. არ გეძინება? არა. რა გჭირს? არაფერი. მოხდა რამე? არა, რა უნდა მოხდები. უბრალოდ ჩემთვის ვფიქრობ რაღაცეებზე. რა რაღაცეებზე? ჩემზე, ირინაზე, დედაჩემზე, შენზე. იცი, რამდენჯერმე მოხდა, რომ ღამით გაიღვიძა და მეკითხა. დედაჩემმა ვერაფერი ვერ უპასუხა.
ბოლოს უთხრა რომ სამსახურშია. წარმოგიდგენია ირინემ რომ იცოდეს სად მუშაობ. გაგიჟდებოდა ბავშვი. ეს დასახიჩრებული გვამები, დანით, ტყვით, ნაჯახით მოკლულები, დამხრჩვალები, მოწამლულები, წამებით გარდაცვლილები. აღარ შემიძლია უკვე. მაშინ წამოდი სამსახურიდან. ეს სხვა არაფრის კეთება არ ვიცი. მაშინ უფიქრობ ეგეთ რაღაცეებზეო? რა ადვილი არა. არა, ადვილი არ არის, მაგრამ პროფესიონალები ეგეთ რაღაცეებზე არ ფიქრობენ. ეთქობა არ ვარ პროფესიონალი. თავში არ მიყენია ის კნოპკა საჭირო მომენტში ხელს რო დააჭერ და გამორთავ. ამიტომ სულ ვფიქრობ და ვფიქრობ, მაგრამ ერთი რაღაცა ვერ გამიგია. რითი გავსხვავდები იმ ადამიანებისაგან, ვისაც ვითომ და ვებრძვით. მოიცა როგორ თუ რითი გავსხვავდებით? ბევრი არაფრით. უმიზეზოდ არავინ არავის არ კლავს, გიჟის გარდა. უბრალოდ არის ხალხი, რომელსაც ზოგიერთ სიტუაციაში ეს შეუძლია და ბედავს. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ბედავენ. აი ჩვენ პირველ კატეგორიას მივეკუთვნით. გოგო, ნუ გამაგიჟე ხა შენ. ესე იგი შენ განსხვავებას ვერ ხედავ? ჩვენსა და მაგალითად პაუკასა გეჯაძეს შორის? აი, შემთხვევითი კი არ არის, მაგრამ მაინც მკვდრები რომ დაასახელე. იცი რას გეტყვი? ჩვენ იმაზე უარესები ვართ. როგორც ბიძინა იტყო და ისინი საკუთარი ტრაკით მოქმედებენ. ჩვენ კი კანონსა და სამართლიანობას ვართ ამოფარებული. ეგრე რო არ იყოს დღეს ფილფანი ცოცხალი იქნებოდა. შენ ამ ღამით ჩემი გაგიჟება გადაწყვეტე? ჰა? ფილფანმა შენ ქმარი მოგიგლა. გაადასებინა უდანაშაულო ბიჭი. ჩვენი დახმარებით. გოგო, მე მაგ ბავშვის გამო წვია და წავედი, გესმის? მოსახდენი ხომ მოხდა, იმ ბავშვს საბოლოოდ გაუფუჭდა ფსიქიკა და მამამისმა კიდე ფილფანი მოაკვლევინა და ესეც პრაქტიკულად ჩვენი დამსახურებაა. მოთა ჩვენ აშუაში ვართ. და სხვათა შორის ჯინორიას არ დაუმტკის და ფილფანის დელობა. ვიღაცამ ჩააზარლა და ძალიან სწორად გააკეთა. ამ ფილფანის დაირებს ადრე თუ კიდე მაინც კლავენ. და არ მითხრა ეხლა რომ გული შევთქივა. მოკლედ დამშვიდე ეხლა და ამოიგდე ეგ თავიდან ეგ ფილფანი. კარგი? მეგონა დაწყნარდებოდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. რა ხდება პირიქით? ის რომ სამართალმა კი არ გაიმარჯვა. ჩვენ ორივენი გავფილფანდით. ორი სამართალ დამცავი. აი ამაშია საქმე. ზირა. მეგონი შენ გადაიღავი და დასვენი მოგშევდე. არა, მართლა გეონი ნევროზია. კიდევ ვიფიქრებ ესეც სისულელეებზე? არა. არა. კიდევ მოწევ ღამე სიგარეტს? არა. კიდევ გააგრძელებ სულელურ ეჭვიანობას სვეტაზე? მე მგონი არა. მოწე ეს მე მგონი რას ნიშნავს? არა. კეთი? ხო. მე მგონი გწივა, ხო? ხო. დავწვეთ? ხო. ცოლად გამოყვები? ოპა. მაგაზე არ მიფიქრია. რა მითხარი? კი თუ არა? ეგრე საჭიროა. ახლა გეკითხები საჭიროა? რატომ? იმიტომ რომ როცა ბავშვი გაიღვიძებს და იკითხავს დედა სად არისო? არავის დაჭირდება ტყუილის თქმა. იმიტომ რომ მიყვარ ხარ, იმიტომ რომ ასეა საჭირო, მითხარი. ხო თუ არა? ძალიან კარგი სცენა. ოჯახი შეიქმნა. ვერ ვუყურებ. თვალებს ძალიან კარგი კოცნაობა წავიდა. კარგი გადავახო რა. ბიჭო, კარგად მოკიდე რა ხელი. ხო ხედავ მივარდება, ბიჭო, მაიცა. იქით გადი, იქით. სურა, გადი. ვეღარ გადმოვაგდით რა. ბიჭო, მოწინავეება ხო გამიტრაკეს საქმე. ისი აქ არ ჯობია ზახარიჩ. ჩემს სასაკში ის ჯობია, რასაც დიდი ხანია მივეჭრე. გაჩია კაცი, რას ხარ მიჩვეული? მე სიგრიჩები და? ამას უყურე. შენ არის ის როგორ ზაყლის წინ ფლამაში არ უნდა აჭამო. ჯოშიმნე, სად იქ ლექსოს რაღაცეებია და? ჩამოიტანე. სად არის ლექსო? ზახარიჩ, მე მგონი რომ ღორს
ბლომანჟე ვაფშე არ უნდა აჭამოდა. ლექსო მერა ვიცი. ხოჟინე. რა ხდება? ამას უყურეთ, ჩვენ აქ მთელი დღე წელები ჩავწყდა. ეს მოდის ბლაჟენის სიფათი და გვეკითხება, რა ხდება? აი ახლა მე გეკითხები, რა ხდება? რა ხდება და ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთანაც და რეზოსთანაც. სათხოვარი? Пожалуйста. ხო, ოღონდ უარი არ მითხრათ. ვა! შენ გვითხარი რა თქო უნდა. მერე ჩვენ განვიხილავთ და პასუხს მოგახსენებთ. მეჯვარეებად უნდა გამომყვეთ. ვა, ცოლი მოყავსთო? ხო და მინდა რომ თქვენ იყოთ ჩემი მეჯვარეები. მე სიამოვნებით, მაგრამ ზახარიში ცხოვრებაში ცვლილებების წინააღმდეგია. სოლიო პრინციპში მაინც უნდა მოიყვანო. თუ კარგი გამოდგავ, ბედნიერი გამონაკლისი იქნებიო. თუ ცუდიო, ფილოსოფოსი გახდებიო. ფილოსოფოსი, აი როგორც კათამაცე. რა საკეთებ კაცო თქვენ? ვაგდებით დავიდოვიჩი. შენი ხმა არ გავიგო კათამაზე. ბიზინა, შენ გეკითხე, რა საკეთებთ ჟურნალისტ სითათაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით? მუშაობთ რა? რას უნდა ვაკეთებდეთ? მე ესაა მუშაობა? სადაა ეჭვმიტანილი? სადაა ნივთმტკიცება? ერთი ნორმალური ოპერატიული მონაცემები არ აქვს, კაცო. ტელევიზორს არ უყურებთ, ან გაზეთს არ კითხულობთ? აიკლეს ამ ჟურნალისტებმა ქვეყანა, კაცო. ახლა პარტიები გამოდის და ყვირის არიქა, ხელისუფლება და სამართალდამცავების სიტყვის უფლებას გვართმევენო. მთელი საზოგადოება ფეხზე დგას, კაცო. დღეს გივიმ დამირეკა მთელი 20 წუთი ვაჩუმები, ისე ყვიროდა ტრუბკაში. ეგერ დილარ ჭკატუა გამოუძახებია იმას, გენ პროკურორს თავი გაუზურია. ეს კიდე იძახის ბლანდები დავიდოვიჩი. ბატონო გენო. ძალიან რთული და ჩახლართული საქმეა. მოწმეების ფაქტიურად არ არსებობენ. რთულია თუ ადვილი? არ ვიცი მე. რაღაცა ქენით ბოლოს და ბოლოს. მოათრიეთ აქ ვინმე ვინ საეჭვოდ მიგაჩნიათ და ჩააბარეთ აგერ ქათამაძეს. დაღვარო სოფლი, არაფერი უჭირს. ვინა ვიჭირო, კაცო? კოტებეცხი? თუ ილო მამაცაშვილი? ჯო, ამ ხელა ვერსია გვაქვს შემუშავებული და მაგ ორი კაცის გარდა სხვა ეჭვმიტანილები არ არიან თუ რას მეუბნებით მე თქვენ? რა გვარია ეს ჯინორია სპადელნიკი? ვინ, ზვიად ღონღაძე? ხო, ღონღაძე. ჯინორია გეჯაძის საქმე და ხო დაგვიწურა. გაჩეჩილაძების საქმე და ხო გამოაძურენა თავისი ბანდიტი ძმა. ახლა სითათაშვილის მკვლელობიდან უნდა დაიძურნოს თავი. რა გახდა ეს ღონღაძე ამისთანა ბოლოს და ბოლოს, კაცო. ნიჟარაძე, მომითხრიეს ბანდიტი მეშენად. მომითხრიე და მე თვითონ დავკითხავ მაგისი იგიომა. რას ნერვიულობ თუ ზბახარ? კარგი რა. ნერვი კლეტკი ნიმასთან ნავლევაიცა. მაგ ღონღაძეს ჟელეზნი ალიბი აქვს. თელი ღამე თავის საყვარელს ჟიბავდა. და მე არ მაინტერესებს სად იყო იმ ღამეს ღონღაძე. ქალის ნიფხავში თუ საცხაო ხრობაში. იმას ჟელეზნი ალიბი აქვს, აგერ ქათამაძეს ჟელეზნი მუშტებია. ყველაფერს ვათმევინე. ვა, ბატონო ბიძინა, ეს რა ფოტოებია? ეს კოკა მახალდიანის პარტნიორები არიან ჩაკარტიჩქებული. ეს კოტემესხთან ნაშუხურები სოსოეგაძეა, შტაბის უფროსი. და აი ეს ეთყობა მათი სპონსორია ონგერა კაკაურიძე, მოსკოველი ბიზნესმენი. ვა, რაიო, ხوار გეცდობა. საოცარი მსგავსებაა ძმა. აბა ბიჭო, კინაღამ გავაფრინეთ მე და ლექსონტო. ბიჭოანი გადავიწერე, კაცო. გავიხედე? საიქიოდან მომრულებული ჯებალა კაკაურიძე. გოგიშტიდო. თურმეს მისი ძმა არ ყოფილა, ტყუპისცალი. ონგერა კაკაურიძე. ეგენი რაღაცას პლანტავენ. და ეგ ყველაფერი საარჩევნო კამპანიას უკავშირდება. დისმატრია? ეგ კიდე არაფერი. იცი ვისთან მივიდა მე ეს ონგერა კაკაურიძე? ვისთან? გიგა გაჩეჩილაძესთან. მოიცა, ამას სენატორომ დააღაჩაღეს? ხო. კაცო, დედა რომ მოუკლეს და თვითონ მამასთან ერთად რომ დაჭრეს? ხო, დავიდოვი, ჩეში საქმეა, რამოდენიმე საათში რო გავხსენე.
რამოდენიმე საათში რო გავხსენე. იცი იმა გაჩეჩილაძის კოორდინატები. ამაყობს. ვიზიტკა მაგ. კაცო, რა შუაშია ეს ხალხი სითათაშვილის მკვლელობასთან? ეგაძე და ეგ ბიჭი, კოკა მახალდიანი, გადასარევად იყვნენ მაგ ჟურნალისტკასთან. ალბათ ფულსაც აძლევდნენ კოტე მესხზე კომპრომატების შეგროვებაში და ისიც პირნათლად უსრულებდა შეგვეთებს. ახლა გეკითხები მე შენ. სად არის აქ მკვლელობის მოტივი? აი, სწორედ მაგაშია საქმე. სოსო ეგაზის შტაბს მოტივი არ არის. და კოტე მესხის შტაბი განაწყენებულია სითათაშვილზე და რაც მთავარია, რაღაც მაკომპრომეტირებელი მასალების გადაგზავნას ელოდება პროკურატურაში. ელოდება. ესე იგი მოტივი არსებობს. და ჩვენი პირველი ვერსია სწორედ მაგაზე აგებული. აბა, მე რას გეუბნები? ისეა, მოდი ახლა სხვანაირად შევხედოთ საქმეს. ეხლა როცა მკვლელობის მოტივი ბავშვისთვისაც კი ცხადზე უცხადესია. და რაღაც შორს წავიდეთ. ყველა გაზეთი წერს ამის შესახებ. ამ ჟურნალისტის მკვლელობაზე მეტი იდიოტიზმი თუ წარმოგიდგენია. ეს ხო პოლიტიკური თვითმკვლელობა არჩევნების წინ, რა გამოვიდეს, თავის თავს დაურხიეს? შენ ხო იცნობ კოტე მესხს? კი, მე რა? მე გავს ახლა იქაც იდიოტს. არ გავს იდიოტს. გადამრია ამ ოპერმუშაკების ფანტაზიორობამ რაღაც. თუც მხარ აი მითხარი ჩესტად. ვინ მოიგო და ვინ წააგო ამ სითათაშვილის მკვლელობით? ეგაზე თუ მესხმა. პრესამ გამოიძია ძმო ეს საქმე და განაჩენი გამოუტანა მესხს დამნაშავეცნო. ახლა მაგის შტაბში ატეხილია ერთი ამბავი, ყელის ჩახლეჩამდე ყვირიან რომ ჩვენ არ მოგვიკლავს ეს ჟურნალისტი, რას გვაბრალებთ, არის ერთი ამბავი, მაგრამ რა უშვილის ახლა მაგაც ისედაც ნოლამდე დავარდნილ რეიტინგს. არ არის ასე? დაპუსტიმ. ბიჭო მომისმინე რა. კოკა მახალდიანმა შორენა წაიყვანა კაფეში. მომენატვინია დედას ვისაო. გაბუძიებას დაუმალა კაფეში შესulis თალავე. შორენას ვიღაცამ დაურეკა მობილურზე. და უთხრა, კრანი ღია დაგჭაო. მეზობელთან წყალი ჩადისო. საწყალი შორენა გავარდა სახში. და იქ მოკლეს. ხოდა, ჩვენ მოვზებნეთ ის ნარკომანკა, რომელსაც ერთი ჩეკი საფასურად დაარეკინა შორენასთან. ვინ დაარეკინა? კოკა? სოსო ეგაძე? თუ ვინ? ბიჭო, ვიღაც უცნობა რა, სისტრიჩკა. თუ დახარ ნაშის გაჩერდა. მოდი რა დამეხმარი დაურეკევა რა. აუ როგორ უყვება რა გიჟი კაცია ბიჭო. გამიკე დაარეკინა. ბიჭო, ამ ხელა სპექტაკლი ირაკლი მეტრეველის მოსაკლავად არ დაუდგამს გურამ ჯინორიას და ერთი სულელი გოგოს დაბრეტვა რა გახდა ესეთი კაცო. გეთანხმები რა დავიდოვიჩ, მართლა რა გახდა ერთი ჟურნალისტკა რა. მაგრამ სპექტაკლის მიზანი მარტო სითათაშვილის დაბრეტვა არ ყოფილა. მაგის დამტბელს უნდოდა რომ ხალხი დაერწმუნებინა იმაში, რომ იმინა კოტე მესხის ხალხი შევარდა კომპრომატების მოსაპარავად ბინაში. აი, ხო, უბრალოდ ჩანაფიქრია. მაგრამ ყველამ დაიჯერა. თავიდან ხო გახსოვს? ჩვენც ვჭამეთ თუ? ჯო, ახალი ვერსია რომ შეგიმუშავებია. ჩემთვის არ უნდა გეთქვა. ყავს იმე კონკრეტული ეჭვმიტანილი. აი ეს კოკა, რომ ამ კვლელობის თანამონაწილეა. თითქმის დარწმუნებული ვარ. გამოდის რომ შემკვეთი არ არსებობს. კვლელობა კი კოტე მესხის ხალხს ბრალდება. ყველაფერი კარგად გათვალეს რა. ერთი პრაკოლი მოუვიდათ. შემომავალი სატელეფონო ზარი. რომელიც ვათაშორის კეთიმ დააფიქსირა. აუ, რაცოლი მოგყავს შე ვირის დავფეხო? Кстати, ლექსო ქორწილში მეპატიჟება. აუ. რა დროს ქორწილია ნიჟარაძე? ვერ ხედავ რა ამბავია, მაგრამ მაინც გილოცავ. ლექსო, ერთი ეჭვმიტანილი დამაჭერინე და მე ვიცი შენი პატივისცემა. ვეცდები. არ ვარ გივარ, ძმო, არა. ნუ ესენია. ხალხი ვაგრევთ ქვეყანას. გაჭრეცანა ერთი სოფელი, ჩემ ბიზაშვილის ცხოვრობს იქა. გაჭრებულს ელაპარაკებო ბიჭო? აუ, რა გიჟი კაც. მაღლა მთაზია შეფენილი.
იქიდან რომ გადმოიხედავ იგორის შალები აი ესე ხელის გულით მოჭას და თვითონ იმ სოფელში რო ხარ ძირას რომ გამოხვალ ჯანღია ბიჭო მიწაზე აი ესე აი ფეხებს კი ვერ ახედავ თითქოს მოწურავ გრუბელზე და ესე და რო გადაიხედავ უკეთეს რას ნახავს კაცი ხო და მაგ კამეშა დკარში ლამაზი სახლი იდგა ყაყიტაშვილებისა ყაყიტაშვილი გვარია ეგეთ ხო ეხლა ყაყიტაშვილები იყვნენ ექიმები თელი სოფელი პატივს ასცემდა ხალხი მოდიოდა გარესოფლებიდანაცა და ფულიც ბევრი ჰქონდათ სახლი გალამაზებული გამშვენიერებული და ეზო კარმიდამო ისე იყო დავარცხნილი რომ თმებს ვერ დაივარცხნი თავზე და ეგრე ხო ასე თუ ისე იდგა ეს სახლი და თვალს ახარებდა ხო და მერე რო ჩამოვედი სოფელში მივიღე მივალ ერთი ნახავი მყაყიდან სახლს მეთქი და მივედი სად არის სახლი კაცო ჩვენ თვითონ ვანგრევთ ყველაფერსა შეგნება არა გვაქვს არც პედაგოგსა არც გლეხსა არც მილიციონერსა და არც თუ კიდე ადვოკატსა ერთი შავდია ჩემთან სამსახურში უხერთი სტალინიო ჩახდიდაო მაგათაო რა თქმა ბიჭო სტალინი შეგნებასა სახრე და სტალინი რა თუნდა ჩვენ თვითონ ვანგრევთ ყველაფერსა იმიტომაც გვენძრევა გაიგე Логичи кация, почему хуйла просто? Патон Бетина. А я уж думала, что опоздала. А чего вы тут сидите? Ай, ველაპარაკები ღირსშესანიშნავ კაცსა. ისე შენისანა და ჩემისანა ჩატლახების ადგილი ეზოა. მოდი გამოსო კაცო. გაიგე. Ой, вышли. ეკა. შენისანა ჩემისანა ჩატლახების ადგილი. გაიჟინეთ რა. გათამაძე რა საყვარელი. ბატონო ბიზინა, ეხლა ხო იცით? თქვენ ხართ სამადა. აბა თქვენი იმედი მე. არა, თუზმა ხარ. სადღა შემიძლია ეხლა თამადო. ვინმე ახალგაზრდა დანიშნე რა. ახალგაზრდემა სადისიან თამადოა ბატონო ბიზინა. გენა მოარი მითხრა, გივი შაქარი მაქვს და ძალიან გთხოვთ რა ბატონო ბიზინა რა. კაი ხო, კაი, ჯანდაბას. რა იყო ნიჟარაძე? გასტუგი ვერ გაიგეთ ეს შეგაცო. მომილოცავს. პორტფელში ვარ, პორტფელში. მომილოცავს. შენმა მამამ ფილმა დამირეკა ამ დილით კონგოდან და იცი რა მკითხა? როგორი გოგოაო? ვიარა ხო. მე ვუთხარი ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ამ ოჯახში თუ რამე მოხდა, იცოდე შენ შულს მოხსნის სამსახურიდან. იმიტომ რომ ვარიანტი არ არსებობს, ქეთ ისეთი გოგოა, რომ დააშავოს რამე. ადრეში გელოდებიან ბერლინში. მე კიდე ჩემ და თავად კანონმდებლობას ვერ დავარღვევ შრომის და ამიტომ გიშვებთ. თორე რა დროს ქორწილი იყო შენ მამა ძაღლო. ეხლა სიურპრიზი მაქვს ხალხო. ახლა შეუღლებულებისათვის. ბევრი ვიფიქრეთ საქორწინო საჩუქართან დაკავშირებით და მოვიფიქრეთ აი ეს. აბა გახსენით და დაანახვე ხალხს. ვა, კაპიტანსკი პაგონი, გაუმარჯოს კაპიტანი ჯარაძეს. ეხლა არ დამეხმარები პატივცემულო. ამდენი ხარით ყულა გელაპარაკე. ჩემი ლაპარაკი ფული ღირს. ლაგიში კაცია. აჰა შე თუმანი, პატარძლის სახელზე. ჩემი ლაპარაკი ფული ღირს. აუ ზაგი კაცია. არა გელოდება. რა შვები როგორ ახარ? უძლებ. შენ რა ცოლი მოიყვანე? არა, რა ცოლი. აბა ქალმა რომ მიპასუხა. ეს ისე ერთი ახლობელი იყო. გასაგებია. კაცო, რატო დაგიძახე ახლა? აი გახსოვს ის ბიჭი რაღაც მაზალო სახელი რო ერქვა. ისა რა. აი ტრანსფორმატორის ამბავში გამოვიყენეთ.
კალდუნა? ო, კალდუნა. რა მაგარი კლიჩკაა რა. დაგავიწყდა მაგის ივალი რო გვაქვს? არა რა დამავიწყდა. დღეში ორჯერ მიგეკავს, ტვინი წაირი. რაო? ფული. მე შეგაიკასო აქამდე არ უნდა გეთქვა. ვარიაც რომ ეკასი კიდე გამოგვადგება. ეგრე ხო არ არის? რა ვიცი ბატონო სოსო, იმ დღეს მოვედი, მაგრამ თქვენზე მითხრეს წასულიაო. ხო? ხოთში ვიღარ. მართლა სულ დამავიწყდა. ზურა მოგითხა შემოგითხა. ვინა ჩემმა ძმა? ვა, როგორ არის? მაგრად. რაჟი, გოგოები და ასე შემდეგ. რა ვიცი, მეშინია კიდე რამის არ გადაეყაროს. ნუ გეშინია. იქ ისეთი კაცის ხელში არაფერი გაუჭირდება. ეგ ფული დათვალეს მომ, ეგრევე რომ გააკანა ჩიბეში. თქვენი ძალიან დიდი მადლობელი ვარ ბატონო სოსო. აღარ ვიცი რა. ბექა შემდეგი სერიებია სასწაული. კარგი ერთო ძმა. ისე რომ იცოდე არაფერი უჭირს. უშანგისთან ცხოვრობს ბინაზე, კარგს აჭმევს, კარგს ასმევს, ჭკუას არიგებს, შვილი ვითულის, მეტი რა გინდა ძმა. და სად მუშაობს? ვინა უშანგი? სანამ მუშაობს ვიად. ასო. მაგას მთელი პოტი ხელში უჭირავს. რა ვიცი ბატონო სოსო. თქვენი იმედი მაქვს. მეშინია კიდე რამე შარში არ გაერკვეს. ერთხელ ხო ნახეთ რას ქნათ რა. ხო და არ მინდა მეორეთაც წაიტეხოს ხვილბირი. ცოტა ხანს იყოს იქ და მე თბილისში წამოვიყვანე. კარგით. წავალ მაშინ ბატონო სოსო. აღარ გადადო თუ ზმა ხარ. დაგილეკავს თუ არა შეხვდე და ფული მიეცი. აბა რას ვიზა? მოისა. რას ეძახიან რა თქვი? კალდუნას. კალდუნა. კარგად იყავით. ნახვამდის. ბატონო ამირა, როგორ არის საქმე? სახეზე ხო კარგად აიმახსოვრეთ? კი ბატონო. ეს მაგის მისამართია. დაიმახსოვრეთ? კარგით. ჩემთან კონტაქტი გქონდეს. როგორც სხვა დროს. იმენა უბიცა. აგათა კრისტიხა. Oh shit. რაც უბიცა ეს აშკარად. სასწაული სერიები მოდის. დროებით ხალხო. შემდეგ სერიებამდე. შაბათს დღეს ხო 2 დავდე. ხვალაც 2 გელოდებათ. ასე რომ ჩაუჯექით, არხი გამოიწერეთ, არ დაგაუწყდეთ და ლაიქეთ ვიდეო. დროებით.